არჩევნებში 53 მონაწილე ზვიადის გზა ღმერთის სიმართლისა და ქვეყნის სამსახურით. გვინდა შევეხოთ ისეთ თემატიკას, რომელიც არის ფისკალური საკითხიდან გამომდინარე, ფისკალური პრობლემებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ლარის კურსის უმნიშვნელოვანეს თემატიკას. როგორც მოგხსენებათ, ხელისუფლება ისე როგორც სხვა საკითხებთან, მათ შორის პასუხისმგებელია ქვეყანაში ძირითადი ვალუტის, ანუ ეროვნული ვალუტის, ასე ვთქვათ, გაცვლის კურსის საკითხების რეგულირებაში. ოპოზიციური პარტიების უმრავლესი ნაწილი, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ ესე შექმნას აღრეული გარემო, რათა აღრეულ წყალში მისი გაგებით თევზის დაჭერა უფრო ადვილად შეძლოს, ესე იგი ხელისუფლებას ადანაშაულებს და მოსახლეობის წინაშე ეს ლარის კურსის გაუფასურების ძირითად ბრალდებას სწორედ ხელისუფლებას უყურებს. არადა საქმეში სწორედ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების არიან, ასე ვთქვათ, მთავარი დამნაშავეები. კერძოდ, საარჩევნო კამპანია მოგხსენებათ არჩევნებამდე 60 დღე ქადრე იწყება. ეს არის სექტემბრის თვის დასაწყისში, როდესაც ლარმა რხევა დაიწყო და განსაკუთრებით ეს აქია რამოდენიმე პუნქტით, ასე ვთქვათ, დაეცა მისი მსხვილი რეალობა. ამაში ესე იგი ოპოზიცია მათ ახლა ხმაურია, ეს არის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის წარმართვის შედეგი. არადა სინამდვილეში ეს არის საარჩევნო კამპანიაში ჩაბმული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელმაც დაიწყო ფინანსური რესურსის მასიური ხარჯვა და ქვეყნის, ასე ვთქვათ, ბაზარზე დიდი რაოდენობით გამოვიდა ესე იგი ლარი. აი სწორედ ეს არის თავი. აი მაგალითად ახლა გამოკვლევის თანახმად ბოლო ერთვიანი ესე იგი აუდიტის ანგარიშის თანახმად ესე მოსახლეობა შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა პირობითად მიჩნეული 4 ყველაზე დიდი ფინანსური რესურსის მქონე ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობის თანხების ოდენობა. აი თვალი გადავავლოთ მათ. დინამიკას ნახოთ სექტემბრის თვის შემოწირულობების თანხა ოპოზიციურ პარტიებს ვიღებთ ახლა მთლიან ჯამში. ყველაზე მეტი სექტემბერში მიიღო ლელო საქართველოსთვის 1,312,590 ლარი. სტრატეგია აღმოჩენებელი არის მეორე ადგილზე სექტემბერში მიღებული თანხების, ეს არის 1,172,827 ლარი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სექტემბერში იღებს 665,400 ლარს. ევროპული საქართველო იღებს 408,031 ლარს. როგორც ხედავთ, აი ეს ფინანსური რესურსი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ როდესაც აი ეს ფინანსურად მოძიებული თანხა, როგორ არის მოძიებული რესურსი და საკითხია, გამოვიდა, ასე ვთქვათ, ბაზარზე, სწორედ აი ამ მასის შედეგია ესე იგი ლარის კურსის მართვა. ეს არჩევნებთან საარჩევნო პროცესის დამთავრების შემდეგ ბუნებრივად ამოიწურება ეს ფულადი მასის განვითარება და ლარი დაიწყებს ასე ვთქვათ გასტაბილურებას თუ რაიმე ზეგავლენითი ფაქტორებმა კიდე არ იქონიოს მათ ესე ნუენდობით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თვითონ ქმნიან, ასე ვთქვათ, ქვეყნისათვის სერიოზულ პრობლემას, ამ პრობლემის მოგვარების, ასე ვთქვათ, წარმოჩენის მიზნით მოსახლეობისგან ხმებისა და მხარდაჭერის მიღებით გამოდიან. ღმერთმა მოგცეთ სწორი არჩევანის გადაწყვეტის უნარი.